მოხდა თუ არა კორუფციული გარიგება ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერში. ტენდერის ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას უპირისპირდება. ლალი მეტრეველი იხსენებს, რომ 2010 წელს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი კონკურსი განგებ გამოთიშეს. კომპანია მერიდიანის ხელმძღვანელის მტკიცებით ტენდერის დროს ქალაქის მთავრობა გაერთიანება თბილისის მიკროავტობუსებს ლობირებდა, რომლის უკან ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები შარანგიებით განან. თემაზე რეპორტაჟს გვანცა პაპავაძე ამზადებს, თუმცა მანამდე ის პირდაპირ ეთერში მოგვიყვება და საკუთარი რეპორტაჟის ანონსზე მოგვიყვება. გვანცა, რა გარიგებაზე საუბრობს შენი რესპონდენტი, რომელიც დღეს ჩაწერე? ქალბატონი ლალი მეტრეველი, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა კომპანია მერიდიანს 500 მიკროავტობუსითა და სხვადასხვა ხაზებით დედაქალაქში მეცხრე არხს დაუკავშირდა. მისი განცხადებით ტენდერამდე 2 თვით ადრე მას დაუკავშირდა უცნობი ადამიანი და სთხოვა ეგრეთ წოდებულ მწვანე ოფისში მისვლა. მას შემდეგ რაც ლალი მეტრეველი მივიდა მწვანე ოფისში, მას დახვდა პიროვნება ვინმე ხვიჩა მაკაცარია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მართავს შარანგიების ბიზნესს საქართველოში. მაკაცარია მას უთხრა, რომ ტენდერში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან საქმე მას დავალებული ქონდა პრეზიდენტისაგან, შესაბამისად ტენდერი მის კომპანიას უკვე მოგებული ქონდა. მეტრეველის კომპანიის ბრძოლებს კი მისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ პრობლემები შეექმნებოდათ. მეტრეველის განცხადებით ტენდერი წინასწარ გაყიდული იყო, რადგან გამარჯვებულ კომპანიებს ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ქონდათ. გარდა ამისა, მათი კაპიტალი შეადგენდა სულ რაღაც 100 ლარს და უფრო მეტიც ეს კომპანიები ტენდერამდე სულ რაღაცა 1 დღით ადრე არიან დარეგისტრირებული. აღნიშნული კომპანიებია თბილლაინი, თბილქარი, ფაბლიკქარი და კაპიტალ გრუპი, რომლებიც დღეს ერთ კომპანიაში შპს თბილისის მიკროავტობუსში არიან გაერთიანებულები. დამხთან რამდენიმე პიროვნება, გამეცნო ერთ-ერთი ხვიჩა მაკაცარიათ, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით აუცილებლად შემოვდივართ ამ ბაზარზე, გავიმარჯვებთ ამ ტენდერში, როცა ტენდერამდე დარჩენილი იყო მთელი 2 თვე. ოფიციალურად საჯაროდ გამოცხადებულიც არ იყო. თუ არ იყო ეს გარიგება, თქვათ, მერიასა და ამ პიროვნებას შორის, როგორ შეიძლება 2 თვით ადრე დაალაგო სიტუაცია. ბატონი ხვიჩა მაკაცარია და ყარამანიშვილი, რომლებიც მართავენ საქართველოს შარანგიების ბიზნესს და რომლებიც ჯოზეფ კეისთან ერთად, მე გვიან გაჩნდა ჯოზეფ კეი, მანამდე იყვნენ პრაქტიკულად ყველა იმ საწარმოს ბიზნეს საქმიანობის გადამფორმებლების საკუთარ თავზე, სადაც ხელისუფლება მიდიოდა და ართმევდა მესაკუთრეს. გარდა ამისა, კომპანია მერიდიანის ხელმძღვანელი ლალი მეტრეველი ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიები არასრულებენ საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებს. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და ვიმყოფებოდით ქაიროს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბაზაზე, სადაც მიკროავტობუსები არიან გაჩერებულები და ვნახეთ, რომ მართლაც კეთილმოუწყობელია ბაზა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩავწერეთ მერიის წარმომადგენლები, ცოტა ხანში კი ჩავწერთ თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებს და დეტალებს უფრო ცვლად ჩვენს მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მადლობთ, გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.